სურამში მონასტერი გახურდეს, შესაწირი ყუთიდან წაიღეს თანხა და საეკლესიო ნივთები. დაკავებულია 46 წლის კაცი, რომელმაც გამოძიების ცნობით იგივე მონასტერი წარსულშიც გახურდა, მას 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება. პარტიზანული მოძრაობა ატეშის წევრებმა რუსეთში როსტოვის მახლობლად სარკინიგზო კვანძი დააზიანეს. მათ ცეცხლი წაუკიდეს სარელეოს სისტემის შენობას და შეაფერხეს იმ სარკინიგზო მონაკვეთის მუშაობა, რომლითაც საოკუპაციო ძალები მარაგდებიან. რუსეთს ამ ეტაპზე უკრაინის სრულად დაპყრობის უნარი არ აქვს, რომ აღარაფერი ვთქვათ ევროპაზე, აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული დაზორვის დირექტორი. ტულსი გაბარდი როიტერსის სტატიას ეხმაურება, სადაც საუბარია, რომ ამერიკის დაზორვის ანგარიშებით პუტინი აპირებს მთელი უკრაინის ოკუპაციას და სურს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიც. გაბარდი როიტერსის სტატიას სიცრუეს უწოდებს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვენესუელის სანაპიროსთან მეორე სანქცირებული ნავთობტანკერი დააკავა. ტანკერი პანამის დროშის ქვეშ დაცურავდა და მასზე 2 მილიონი ბარელი ვენესუელური ნედლი ნავთობი იყო, რომელიც ჩინურ კომპანიას ეკუთვნის. რამდენიმე დღის წინ ტრამპმა ვენესუელიდან გამავალ და შემავალ ყველა სანქცირებულ ნავთობტანკერზე ბლოკადა გამოაცხადა.